ხშირად ისმის ადამიანის პირიდან უფალო ამდენს გთხოვდა რატომ არ მეხმარები გეხმარება მაგრამ უსმენ შენ უფალს ხედავ უფლის ნიშნებს ხედავ ვინ გამოგიგზავნა დასახმარებლად თუ გვერდი ჩაუარე მას შენი ეგოს გამო და იმხელა ეგო გაქვს რომ გგონია პირდაპირ ჩამოვა უფალი და ოქროებს დაგილაგებს ან მოგიგوارებს პრობლემებს შენი მონაწილეობის გარეშე მთელი გულით შესთხოვდი უფალს უფალო დამიფარე გამოგზავნა ჩემთან მოდიხარ ჩემთან და ფულებს აფრიალებ და რაღაც შენს წესებს მიჟღერებ და საერთოდ არ იცი განკურნება როგორ ხდება და სადაც მიდიხარ სივრცეში სტუმარივით კი არ იქცევი არამედ ბრძანებებს გაცემ და ფულს ატრიალებ და აფრიალებ და მე რომ ვერ იღებ იმას რაც შენ გინდა რასაც მიჩვეული ხარ უფალმა გამოგზავნა ჩემთან და შენივე ფეხით მიდიხარ სხვაგან და მე ისე უფალს ეუბნები უფალო რატომ არ მშველი რა რთული საყურებელი ვართ ჩვენ როდესაც აი ამ მდგომარეობაში ვართ ქედმაღლობაში არ მოსმენაში არ მიღებაში სიბრმავეში და ამ ყველაფერში და წარმოიდგინე ესეთ შვილს უყურე უგზავნი ადამიანებს სიტუაციებს ნიშნებს აჩვენებ იქ ვიდეო ამოუგდე რომ რაღაც გამოასწოროს თავის თავში და არაფერს არ კითხულობს საერთოდ არაფერს არ ეძიება არაფერს არ უსმენს და მერე უფლის მიმართ გული უწყდება და უფალს აბრალებს ყველაფერს აბრალებს საკუთარი გადაწყვეტილებების და საკუთარი თავის მდგომარეობის გარდა ერთი რაღაც აწდა მარადის უკუნითი უკუნისამდე დაიმახსოვრეთ როგორც კი თქვენ უფალს მიმართავთ დახმარებისთვის ის თქვენ მყისიერად გეხმაურებათ უბრალოდ თქვენ ამას ვერ ამჩნევთ ადამიანი როგორ გამოგიგზავნათ ვერ ამჩნევთ როგორ მიგანიშნათ ვერ ამჩნევთ ამას რატომ იმიტომ რომ არ გასწავლეს ეს არც მოძღვრებმა არც ეზოთერიკოსებმა არავინ არ გასწავლათ ეს და ყველანი ელოდებით სასწაულს და უფალი ამას არ გააკეთებს უფალი მოქმედებს სხვანაირად და უფლის ენა უნდა გააცნობიეროთ როგორ მოქმედებს თქვენზე და ეს ენა რომ წაიკითხოთ უნდა გაიხედოთ აქეთ-იქეთ შენ რომ მთელი გულით თხოვე უფალს დახმარება მერე უნდა იყურო აქეთ-იქეთ სად რა მოგიგზავნა უფალმა ნიშნები რა გაკვეთილი რა ნიშანი რა ადამიანი რა უნდა გააკეთო და ასე შემდეგ უნდა იყურო აქეთ-იქეთ ზეცაში კი არ უნდა იყურო წინ უნდა იყურო სადაც ხარ იმ მატერიაში ზეცაში კი არ გიგზავნის უფალი სასწაულს მატერიაში გიგზავნის სასწაულს ადამიანების სახით და მერე გამოდის და უფალო რამდენი გთხოვე არავინ არ მეხმარება ჩემს გვერდით არავინ არ დგას ვერ ხედავენ უფლის ნიშნებს ვერ ხედავენ ბევრ რაღაცას და მერე უფალს მიადგებიან მაინც და უფლის მიმართ არიან განაწყენებული რომ ამდენი გთხოვე უფალო გამოხვალ აგ და ესეთი სიტუაციებიც მქონია რომ მოსულან ჩემთან ადამიანები და ჩევებს ვაძლევ ყველაფერს მაგარს ვაძლევ ის და მოსულა და უთქვამს ამ ადამიანს მაინც რომ იცი რა არისო მე გული მწყდებაო ცხოვრებას რაზე წყდება მე ვთხარი გული ჩემი ნათესავები ვერ მისმენენო ჩემს პრობლემასო და ვერ მიხმარებიან აზრობრივათო მე ვთხარი სად არის შენი მადლიერება რა შოშიაო ეს შენი ნათესავი გირჩევნია რომელმაც არ იცის არაფერი არც სულიერებაზე არც ფსიქოლოგიაზე არაფერი არ იცის ეს რომ გამოეგზავნა უფალს ეს გერჩივნა თუ ჩემთან რომ მოეგზავნე და მე რომ მომეცა შენთვის მეთქი ვეუბნები და დაფიქრდა გესმით რის თქვა მინდა უფალმა გამოგზავნა ჩემთან და მე უფრო მაგარ ჩევებს მიცემ ვიდრე მისი ნათესავი და მაინც წყდება გული ნათესავზე წყდება გული რომელი ნათესავსაც თავისთვისაც ვერ უშველია და მისგან ელოდება მხარდაჭერას და ვერ აფასებს იმას რა თქმა უნდა აფასებს დიდად აფასებს იმას რა არჩევებსაც მე ვაძლევ უდიდესად აფასებს მაგრამ რაღაც მომენტში მადლიერება იკარგება ადამიანს რადგან ვერ ხედავს უფლის ნიშნებს უფლის მხარდაჭერას და აჟღერებს ესეთ რაღაცა რომ ნათესავი გვერდით ვერ დამიდგა აზრობრივად რა გინდა მისი გვერდით დადგომა მან შეიძლება ისეთი რჩევა მოგცეს ხრამში გადავარდე რადგან არ არის ის ამისთვის შენ ცხოვრებაში შენ ვინც გჭირდებოდა დაგაკავშირა უფალმა უბრალოდ საკმარის აქცენტს და ყურადღებას ვერ აქცევ იმას რაც უფალმა მოგცა ამაშია ხალხო საქმე გესმით როგორც კი თქვენ ლოცვას იწყებთ უფალი გაძლევთ ყველაფერს უბრალოდ თქვენ ამას ვერ ამჩნევთ და მე რა ხდება ადამიანი ლოცულობს გამწარებული ლოცულობს და ამდენი რომ ილოცა ესე არ არის რომ შენი ლოცვა არავინ არ შეისმინა სამყაროში უფალმა უამრავი მექანიზმი დააპროექტა რომელიც ჩვენს ლოცვაზე რეაგირებს არ არსებობს ესე რომ შენ ილოცო უფალთან და უფალმა კაი ან რაღაცას ვიზამ ან რაღაცას არ ვიზამ ესე არ არის ყველა მექანიზმი აქტიურდება და
გიგზავნის ადამიანებს, სიტუაციებს, მოვლენებს, პროცესებს, მაგრამ შენ ამას არ იღებ, ვერ ხედავ. გესმის? ეს 100%-ით გეძლევა. შენ ვერ ხედავ, ამას არ ხედავ. არ გინდა ამის დანახვა. ცხვირწინ დაგიდეს და არ ხედავ. ამის დანახვა უნდა დაიწყოთ. და როგორც კი დაიწყებ ამის დანახვას, უკვე სამყარო შეხედავს, რომ ეს საწყისი მექანიზმები, რაც გამოგიგზავნა შენი ლოცვის საფასურად, შენ ეს აიღე. არ გადაყარე ნაგავში. მერე უკვე ახალ პორციას გიგზავნის, და გიზრდის პორციებს სამყარო. და შენ ნიშნებს თუ არა იღებ და ვერ გაითვალისწინებ, რა აზრი აქვს, რომ ხარჯოს სამყარომ ენერგია და გიგზავნოს ნიშნები, ხალხი და ასე შემდეგ. აი რა აზრი აქვს, აი ჩემთან გამოგზავნა ვთქვა და ჩაუარე გვერდი. ან ჩემს ცოდნას, ან ჩემთან მოწერა შეგეძლო მოგეწერა, ყველას შეუძლია მოიწეროს თავისუფლად. ყველას, ყოველგვარი მორიდების გარეშე. შეგეძლო მოგეწერა, ან რაღაცა არ გააკეთე, ჩაიარე გვერდი, გაიგე? და ვიღას დაგაკავშიროს. აი რაღაც შეპყრობა გაქვს თქვა და მთელი გულით ილოცე, აი როგორი გულით ილოცე, იცი? ისეთი გულით ილოცე, რომ უფლის გულისცემას შეეხო. და ამოგიგდო TikTok-ზე ჩემი ვიდეო და უყურე რაღაც ნაწილს და გადასკროლე. შეგეძლო მოგეწერა, კითხვა დაგესვა და გადასკროლე. და მე ისევ მიდიხარ უფალთან და თხოვ უფალს დამეხმარო. ვიღასთან უნდა გაგიშვას, რომელია საქართველოში, რომელიც ამ შავმაგებზე ლაპარაკობს, დამცველობით ლოცვებს, ვინ წერს ესეც, ვინ გაძლევს, რომელიც ფყისიერად მუშაობს, გაფიცებ ყველაფერს ვიღასთან გაგიშვას, შავმაგებთან ხო არ გაგიშვებს და ვიღაცა ბჭყალებში ვითომ რომ წმინდავს და 1000 ბინძურეშია თავად. ვიღასთან გაგიშვას, გამოგიშვა აქ და ჩაუარე გვერდი და მე უფალზე ხარ ნაწყენი. გესმით რა გჭირთ და რა გუჭირს ადამიანებს? და მაგ დროს რა თქმა უნდა შენ ბნელიც გებძვის და ბნელი აკეთებს ამას შენში, მაგრამ შენი დაშვებით აკეთებს ამას. მოწერა გინდა და თავში გეუბნება 1000 სისულელეს რაღაც, რომ არ მიწერო, ეს ვერ გაგიგებს, ან გაგიგებს, მაგრამ არ გიკადრებს, ჩემზე გელაპარაკება. ამ სისულელებს თავში. იმიტომ რომ იცის მან, მე რომ მომწერო, რა მოუვა მას. ანუ მაშინვე დაკარგავს ძალაუფლებას შენში. და 1000 სისულელეს გეუბნება თავში. ის გიშლის იმის დანახვაში, რისი დანახვაც საჭიროა, უფლის ნიშნების, უფლის მიერ გამოგზავნილი ადამიანების და ყველა იმ მოვლენის, რაც უფლისგან არის გამოგზავნილი, ის შიგნით გიშლის ხელს ამის დანახვაში. როგორ? ქედმაღლობით, თავდაბლობა რო არ გაქვს, სიმშვიდე რომ არ გაქვს ამით, იმით, ყველა იმ ნეგატიური მოვლენებით, რაზეც გამთხრიანებაში ვსაუბრობ. არიან ადამიანები, რომლებიც მემწერენ და მთელი ერთი კვირა ფიქრობდა მივწერო, არ მივწერო, ბრძოლები ქონდა საკუთარ თავში, ჩემზე და 1000 აზრს ფიქრობდა ჩემზე, რომ მივწერო სირცხვილია, რომ მივწერო რასი ფიქრებს ჩემზე, რომ მივწერო განგსჯის, ეუბნება ამ ადამიანს შიგნით, ეუბნება არ მიწერო, ეს სისულელეა, მაგრამ თან შინაგანი ეუბნება რომ მიწერე და არიან ადამიანები, რომლებიც თვეობით ებრძვიან საკუთარ თავში, რომ მომწეროს. მე კიდევ ყველას ვეუბნები, რომ თავისუფლად შეგიძლიათ მომწეროთ განურჩევლად და დაგეხმარებით, უბრალოდ შეიძლება გიპასუხო 2 დღის მერე, მაგრამ დაგეხმარები, გესმის? მთელი გულით რასაც შევძლებ. ზოგს მოუწერია და მithქვამს, რომ ცოტა მოგვიანებით გიპასუხებ, ეხა ვერ ვახერხე, იმიტომ რიგითობის მიხედვით მივყვები მე პროცესებს, ესე არ არის. ვინმე შევარჩიო ფულის გამო, ან რაღაც დიდებულების გამო, ადამიანებს მე არ ვარჩევ ფიზიკური მატერიალური რაღაცეების გამო. ისტორიის სიმძიმის მიხედვით და გადაუდებლობის მიხედვით ვარჩევ. და შესაძლოა ჩემს მეგობარს არ მივწერო 5 დღე და ვიღაც უცხოს ველაპარაკებოდე, რადგან პრიორიტეტების მიხედვით მივყვები. ამ ყველაფერს და ნახე, მომწერა და წაშალა მერე მონაწერები. ესეთებიც ხდება ძალიან იშვიათად, მაგრამ ეს სიტუაციები მძიმეა, რადგან ხომ მომწერა და იქ თავში ბნელი ებრძოდა და ეუბნებოდა წაშალე ესენი მაინც ყურადღებას არ გაგწევს, არ აინტერესებ ხარ შენ, ხო ხედავ აგერ არ ნახა მყისიერად შენი მონაწერი. არა და არ ვნახე მისი მონაწერი კი არა. რიგითობითა. ხომ და გაუნკლავდი ამ ხალხსაც რომ ჭირდება. მაგრამ იმ ადამიანამდე ეს ცნობიერი და ცოდნა კი არ მიდის. ბნელი ელაპარაკება თავში წაშალე რაც მიწერე დაანებე თავიო. იქაც ებძვის სანამ უპასუხებ. და იმარს დატყვევებული ყავს მისი სული არამატერიალურ განზომილებაში, გალიაში ყავს. სადაც აწამებს. ტყვეობაში ყავს. ადამიანი უბრალოდ ცნობიერის ტყვეობაში კი არ არის, ენერგეტიკულ ტყვეობაშია სული მისი. ეგ კიდე ცალკე თემა, მაგაზე ვისაუბრებ სხვა თემაში. გესმით და ვერ მოდის ჩემამდე 1000 მიზეზი აქვს თავში, 1000 აზრი უტრიალებს თავში, თუ რატო არ უნდა მომწეროს და რატო იქნება ცუდი რომ მომწეროს. მისთვის. თორე ხვდება რომ მე კარგი ვარ. მისთვის რომ შერცხვება, აზრი არ აქვს, ვერ გაუგებენ, განშიან და 1000 რაღაც. შენ რომ ეს ილოცე მოითხოვე და გამოგიგზავნა უფალმა ნიშანი ერთხელ, ორჯერ ამოგიგდო, სამჯერ ამოგიგდო, ხომ უნდა მოусმინო ამ ნიშანს ადამიანი. მეტი რა გაგიკეთოს? აი რა გაგიკეთოს მეტი უფალმა გაფიცებ ყველაფერს, რა უნდა გააკეთოს? თავად ჩამოვიდეს? ამას ხომ არ იზამს, არასოდეს. დაიმახსოვრე, ამას არასოდეს არ იზამს. არ შეიძლება ამის გაკეთება. და ნუღარ ეტყვი უფალს, რომ უფალო ზურგი რატომ აქციეო? შენ თავად
გააქცევ შენ თავს ზურგს. დაიმახსოვრე ეს. ეხლა გამთლიანების მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ ეს გამთლიანებას კი არ ეხება მხოლოდ. ეს არის ზოგადი მაგალითი, თუ რა ხდება ადამიანში, როდესაც უფალი უგზავნის ნიშნებს. შეიძლება ამ ადამიანს გამთლიანებასთან გადაკვეთა არ კონდეს და სხვასთან გადაკვეთოს საერთოდ, რადგან ის სხვა ჭირდება. მაგრამ შენ უსმენ უფლის მიერ გამოგზავნილ ადამიანებს, სიტუაციებს ხედავ, აკვირდები? არ აკვირდები, გაიგე? და შიგნით რაღაც რომ გეუბნება, მიწერე, დაგეხმარება, გულში გეუბნება რაღაც გიღრნის. არ უსმენ ამას, გაიგე? და usmen თავში usmen, გულში კი არ usmen, თავში usmen. რომელიც გეუბნება გარცხვენს, არ მიწერო, განგსის, იმას გიზავს, ამას 1000 ბინძურას გეუბნება. და მე ადგები უფალს. ღმერთო, რამხელა მოთმინება აქვს უფალს. ამას ეხა მოთმინება ხო ჭირდება, თორე თქვენ ეხა წკრნელით გასაწყებლები ხართ ყველანი და მეც, როდესაც არ უსმენ თქვა უფალს. მაგრამ მე მივხვდი რომ უნდა უსმინო უფალს და მაქსიმალურად ვცდილობ უსმინო უფალს. უფალს როცა არ უსმენ, ბნელები გწკეპლავენ ავტომატურად. უფალს შორდები და მაგიტომ, თორე უფალი კი არ გწკეპლავს შენ. და მე რომ განიწყეპლებით, მე ისე უფალს ადგებით. გაკვეთილს კი არ სწავლობ, უფალს ადგებით. როცა პრობლემა გაქვთ, უფალს ადგებით. ყველაფერზე ადგებით უფალს და რა გააკეთოს? დაფიქრდი, მეტი რაღა გაგიკეთოს. გამოგიგზავნა ადამიანი, გაუშვი. გამოგიგზავნა სიტუაცია, არ მოისმინე. გამოგიგზავნა რაღაც ფილმში ნახე სიუჟეტი და დაფიქრდი, რაღაც მოსანანიებელი გაქვს ვიღაც ადამიანთან, არ გააკეთე და რა გინდა, რა გააკეთოს მეტი. ამიტომ ჩართე დღეიდან ნიშნების დაკვირვების მექანიზმი შენს თავში და ყველაფერი გექნება შესანიშნავად. ვიღაც გაჭორე, ვიღაცას ცუდი გაუკეთე, გავიდა ერთი კვირა, ერთი თვე და შიგნით რაღაცა გაწუხებს, რაღაც დაგილპა შიგნით, აყროლდა და გაწუხებს და ვერ ხვდები რაშია საქმე და მოგაწვა ცუდი მზნობები, ემოციები ის და ღმერთს მიადექი და ღმერთო რაშია საქმე, რა დავაშავე, ღმერთო გთხოვ, დამეხმარე ეუბნები და ამოგიგდო სადღაც ინფორმაცია მონანიებაზე. არ გაგახსენდა ის, გაიგე? დაგავიწყდა ის, რა სიბინძურე გააკეთე და დაგავიწყდა ის სიბინძურე იმ ადამიანს კი არ გაუკეთე. შენში გააკეთე. შენში წარმოქმენი ეგ სიბინძურე. და იმ სიბინძურემ დაიწყო ლპობა და ერთი თვის მერე გამოვლინდა. და შენ როგორც კითხავე უფალს დამეხმარეო, გამოგიგზავნა ნიშნები. ამოაგდო იქ ინფორმაცია სადღაც, ან ფილმში ნახე, ვიღაცამ რაღაც ცუდი გაუკეთე. მიახლოებით ისეთივე, რაც შენ სხვა ადამიანს გაუკეთე, შენ წამით დაფიქრდი და არ დაფიქრდი იმაზე, რომ ეს უნდა მოინანიო ან მოქმედებით გამოასწორო, რაც დააშავე იმ ადამიანთან. გადააგრძელებ. ერთი გამოგიგზავნა, ორი გამოგიგზავნა, სამი და სულ რომ ტრილიონი გამოგიგზავნოს, მაინც ვერ ხედავ, მაგრამ მაინც გიგზავნის ამ ტრილიონ ნიშნებს. არ გეშვება უფალი არასოდეს ბოლო ცხოვრების წამამდე გიგზავნის ნიშნებს, რადგან შენ როგორც კი უფალს რაღაც თხოვე, ის მაშინვე გაძლევს შენ, მაგრამ არა ისე როგორც შენ ელოდები, არამედ ისე როგორც საჭიროა. ამიტომ რომ თხოვე უფალს, შენ მიგანიშნა მან, რომ ამაშია პრობლემა გამოასწორე. ეს არის ან იმასთან გაგაგზავნა, ან სტატია ნახე ჟურნალში, ან რაღაც ინფორმაციას გაიცანი, რამაც შენს რაღაც მდგომარეობასთან რეზონანსი იქონია, მაგრამ ამას ატარებ და სანამ ამ ნიშნების წაკითხვას არ დაიწყებ, მაგამდე რა აზრი აქვს, მაგრამ ერთი რამე დაიმახსოვრე, როგორც კი შენ მთელი გულით უფალს თხოვე რაღაც, ის შენ გაძლევს. უბრალოდ შენ ამას ვერ ხედავ და თუ დაინახავ, შენი ლოცვა მყისიერად აღსრულდება. რა თქვა იესო? ითხოვეთ და მოგეცემათო. სიმართლე გითხრათ, უბრალოდ მოგეცემა, შენ ელოდები ჯადოქრობას ელოდები. გაიგე? ჯადოქრობას კი არ უნდა ელოდო, უფლის ენა უნდა ისწავლო. და უფლის ენა არის ესე, რასაც აქვს საუბრობ ნიშნებით. იმიტომ რომ ამ გზამდე შენი ფეხით უნდა მიხვიდე. შენ თუ უფალმა პირდაპირ გითხრა ესქენი, შენ მონახარ. გესმის? მონახარ, შენ ამას პირდაპირ თუ გეტყვის უფალი. და უფალს რა ჭირდება? მონა. უფალს ჭირდება დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანი. მისი შვილი ხარ და მონა კი არ ჭირდება შენი სახით. გითხრას ესქენი, მიდიქენი. არ გეტყვის ამას. უფალი შენ გაძლევს, გზებს გაჩვენებს თან ისე რომ ნებაში არ შეიჭრას. და შენ უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილება და გააცნობიერე რა ხდება და დღეიდან დაიწყე ნიშნების მოსმენა და მადლიერებაში იყავი როგორც კი დაილოცები. რადგან უკვე იცოდე რომ ეს განგიხორციელდება მალე. უბრალოდ შენ ამას ან შეხედავ, ან ვერ შეხედავ. გვერდს შენ ნიშნებს იმიტომ ული, რომ ქედმაღალიც ხარ და თავდაბლობაც გაკლია. ამიტომ თავდაბლობაში გადადი და დაინახავ უფლის ნიშნებს. უბრალოებაში გადადი, მიმღებლობაში გადადი. მიმღებლობაში იმის კი არა, თეთრიც მიიღე და შავიც მიიღე და რაღაცები, არა. ეს სხვა ფენაა. მიმღებლობა არის ის, რომ შენ მშვიდით, თავდაბლობით უსმენ ყველას და ყველაფერს თავდაბლობით და აცნობიერებ, რომელია ბნელის, რომელია ღმერთის. მაგრამ შენ რომ ხიბლიდან უსმენ და აქედან ცდილობ გააცნობიერო, შენ მარტო ბნელის ლაპარაკს უსმენ, რადგან ის ხიბლი ეკუთვნის ბნელს. თავდაბლობა, უბრალოება და მშვიდი ეკუთვნის ღმერთს და ვერაფერი ვერ გატყუებს
შენ მაგ და უკვე იცი ვის უსმინო და შენ ჩემს ვიდეოს კი არ ჩაული გვერდს იმ ტაროს გაშლებს და იმ შავმაგებს ჩაული გვერდს და მე მომისმენ და შენ ქედმაღლობით მარტო ბნელებს მოусმენ რადგან მათ ზეგავლენის ქვეშ ხარ რადგან მათ უსმენ უკვე როცა ქედმაღლობაში ხარ და სხვა დანარჩენებსაც უკვე მოусმენ და მათი ზეგავლენის ქვეშ ექცევი ამიტომაც და ამიტომაც უვლი გვერდს ღვთიურ ნიშნებს და ღვთიურ ცოდნებს ქედმაღალი ხარ თავდაბლობაში ჩამოდი უბრალოებაში ჩამოდი მე რაც არ უნდა შემეცნება მქონდეს ეხლა დავუჯდები გლეხს თავდაბლად და მოусმენ ფილოსოფიებს მას მოусმენ მთლიანად გესმით რაშია ძალა აქ არის ძალა უბრალოებით შენ იგებ ყველაფერს და ქედმაღლობაში მარტო ილუზიას იღებ თომ სადღაც დგახარ შენ როგორც კი სადღაც პედისტალზე დგახარ შენ არარაობაში დგახარ იცოდე ყოველთვის და შენ როგორც კი უბრალოებაში დგახარ შენ დგახარ დიდებულებაში დაიმახსოვრე ეს და დაიმახსოვრე თუ ვინმე შენ თავს გაგრძნობინებს არარაობად თუ ვინმე ზემოდან დგას და გელაპარაკება ზემოდან ნახე მე შეიძლება ადამიანს უთხრა რომ შენ ეს არიც შვიდად და ყოველგვარი ზემოდან ხედვის გარეშე ეს არ არის ზემოდან ხედვა ზემოდან ყურება არის სხვა რაღაც ზემოდან ყურება არის ის რომ არ გიხსნის არაფერს უბრალოდ გაგრძნობინებს რომ არარაობა ხარ მაგრამ ვინც გიხსნის სიტუაციას ის ქედმაღალი არ არის ის შენს დახმარებას ცდილობს მაგრამ ვინც არ გიხსნის და უბრალოდ ზემოდან გიყურებს ის არ არის დიდებული ის არის არარაობა შიგნით იცოდე ეს და ვინც თავდაბალია და გიხსნის ის არის დიდებული ამიტომ იყავით თავდაბლობაში უბრალო ადამიანობაში და ღვთიური ნიშნების გვერდის ჩავლაში არ გაატაროთ ცხოვრება თორემ გამუდმებით პრობლემებში იქნებით გამუდმებით სირთულეში და ტკივილში იქნებით მე რწმენა შეგერყევა რადგან ფიქრობ რომ უფალი არ გისმენს და მე რწმენა როცა გერყევა ავტომატურად გადადიხარ სატანის მსახურებაში შენ ამას ვერაცნობიერებ შენ გონია ღმერთს მოცილდები და შენთვის დარჩები არა ღმერთს ცილდები მიდიხარ სატანასთან სატანას ცილდები მიდიხარ ღმერთთან შვალედი არ არსებობს დაანებეთ აბრაკადაბრას ლოდინს ჯადოსნური შედეგების ლოდინს შეეშვით და ნიშნებს მოусმინეთ და მოქმედებები დაიწყეთ ამ ნიშნების დანახვის შემდეგ ნუ გგონია შენ უფალი ისეთი აბრაკადაბრა როგორიც გგონია შენ ჩემთან რომ გამოგზავნა მასეთი აბრაკადაბრა მეტი აბრაკადაბრა რა გინდა მაგრამ ამას ვერ ხედავ ნიშნებს თუ არ უსმენ რა გააკეთოს უფალმა დაკიდოს თოკებზე მარიონეტივი და გათამაშოს ამას რანაირად ითხოვ უფლისგან რადგან შენ ამას ითხოვ უფლისგან როდესაც ამბიცია გაქვს რომ უფალო რატო არ დამეხმარე გამოგიგზავნა ნიშნები და შენ ელოდები დაკიდოს თოკზე მარიონეტივი და გათამაშოს აბა რა ქვია მაგას შენ თუ არ წაიკითხე ნიშნები თუ არ მიყევი უფლის გზას რაც ვისაუბრე იმას თუ არ აკეთებ ესე იგი მარიონეტად ყოფნა გინდა აბრაკადაბრა გინდა მარიონეტად გადაქცევა და მარიონეტად გადაქცევა რომ გინდა ვის უნდა რომ გადაგაქციოს მარიონეტად სატანას ხო და სატანა მოდის და მას უსმენ შენ ამის გამო ანუ მე ჩამიარე გვერდით ერთხელ მქონდა სიტუაცია შოკი დამემართა ლამის წერს ერთი ადამიანი ესეთი შემთხვევები თითოეულა მახსენდება იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობებია ეს უკვე ერთი ადამიანი მწერს ესა და ეს ჭირსო და ვხედავ რომ ბნელის პრობლემა აქვს რაღაც შეპყრობა აქვს მძიმე და მეუბნება რა ღირს თქვენთან კონსულტაციაო და ვეუბნები რომ ფულს არ ვიღებ თქო ვუთხარი რომ თუ გინდა შედეგი მიიღო შენ უნდა გააკეთო რაღაც მოქმედებები თქო ვუთხარი რომ შენ მოგიწევს ამაში მონაწილეობის მიღება თქო და იცით რას მეუბნება მეუბნება შავ მაგზე მასთან წავალო გაწმენდას გავაკეთებინებო შავ მაგზე მეუბნება რომელიც პირდაპირ მომიტევეთ და ყელს გამოჭრის წვდომებს წაართმევს იმას იზამს ამას იზამს და ვუთხარი რომ არ ქნა ეს საშიშია არ მომისმინა კაცმა არ იცის ეხა რა ჭირს რატომ გააკეთა ეს რატომ მეუბნება მე წავალ და ის განკურნავსო მე მეუბნება წავალ შავ მაგთანო და ის განკურნავსო როცა ის ყელში გამოუსოფს დანას პირდაპირ მნიშვნელობით იმიტომ რომ ქედმაღლობაშია და ქედმაღლობას იზიდავს ქედმაღლური მოწონს ქედმაღლობაში რატომ არის იცი იმიტომ რომ ვუთხარი ფულს არ ვიღებ თქო ჩათვალა რომ არაფერს არ წარმოვადგენ კი ვერ მიხვდა იმდენს რომ ფულს იმიტომ არ ვიღებ რომ ღვთიურ გზას ვადგავარ და მე შემიძლია მისი განკურნა ანუ ამას კი ვერ მიხვდა ვისაც ფულს გადაუხდი და გონია ის განკურნავს ანუ გონია სულიერებას ფულით იყიდის რადგან ფულით ყიდულობს ყველაფერს ფული გონია ყველაფერს ანათებს მართლა გონია რომ ფული ჯოჯოხეთს ანათებს რაც უთხრეს რომ ფული ანათებს ჯოჯოხეთსო დაიჯერა ბოლომდე და წავიდა სხვასთან და მერე წავა ვარესში ჩავარდება და ღმერთს შესჩივლებს უფასოდ შემოგთავაზა ღმერთმა ფული არ გადაგახტევინა და წახვედი ვინც გიპირებს რომ ყელი გამოგჭრას რა გაგიკეთოს ადამიანო მეტი აი რით დაგეხმაროს მართლა ვერ ხვდები რით უნდა დაგეხმაროს მეტი რა უნდა გიქნას უფასოდ გეხმარება ადამიანი თან როგორ და წახვედი ისეთთან ვინც ყელს გამოგჭრის რადგან არ გეყო უბრალოება თავდაბლობა მოთმინება რომ გაარკვიო ჯერ ვისთან მოხვდი და არც იქ გეყოფა მოთმინება იქ უბრალოდ მოთმინება კი არა გონი
გგონია ფული გადაიხადე და გარანტია გაქვს შედეგი. რა გგონია, იცი? ფული გგონია სულიერებაში გამოჯანმრთელების გარანტია. და გგონია ექიმთან რომ იხდი ფულს, ისევე აქ მიხვალ და სხვა გაგიკეთებს გასაკეთებელი საქმეს და მაგარ თრეშში ხარ და მაგარ ქაქში ხარ და მე მიდიხარ და უფალს ესარჩლები. შეეშვი უფალს. საკუთარ თავს დაელაპარაკე. საკუთარი გულით ფიქრი ისწავლე, თავმდაბლობაში ჩადი, უბრალოებაში ჩადი, სიყვარული ააფეთქე გულში და უფლის ნიშნებს დაინახავ, მოусმენ უფლის კაცს, უფლის ქალს, უფლის ადამიანს და მიიღებ იმ შედეგს, რაზეც ილოცე. დაიმახსოვრე, შენი დალოცვა და უფლისგან გამოგზავნა შესაბამისი ძალების და ადამიანების მაშინ ვეხდება ეს. უბრალოდ შენ ამაზე დაკვირვება უნდა დაიწყო და რაც აქ ვისაუბრე ეს გაითვალისწინე და ყველაფერი გექნება შესანიშნავად. მაგრამ იცოდე უფალს ისეთი რაღაც უნდა თხოვო, რაც მის კომპეტენციაში შედის, რაც შენ გადაგარჩენს. ფული და ეს რაღაც სიმახინჯეები კი არა, რაც გასწავლეთ სხვა ნაშრომებში. სულიერი ფიზიკური ჯანმრთელობა თხოვე უფალს და რა პრობლემაც გააქვს ჯანმრთელობაში თუ სხვა მდგომარეობებში, ამასთან დაკავშირებით თხოვე. და მაგ დროს დააკვირდი ნიშნებს, თორე ისე თუ თხოვ, არაფერ ნიშანს უფალი შენ არ გამოგიგზავნის, არ დაელოდო ტყუილ უბრალოდ. არ დაელოდო უფლის ნიშანს, არახთიურ სურვილებს თუ თხოვ უფალს. არ თხოვ, აზრი არ აქვს. როცა უფალს თხოვ ჯანმრთელობას, სულიერ შვილების ჯანმრთელობას, შენი ცხოვრების გაჯანმრთელებას, ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას, მაგ დროს ელოდე გარანტირებულად უფლისგან პასუხს. ან ღმერთის კაცს გამოგიგზავნის, ან გადაკვეთავს სიტუაციებში, ან ის, მაგრამ შენ ამას თუ ვერ შეხედავ, ნუ იქნები უფალზე განაწყენებული. შენ ვერ შეხედე ეს. მაგრამ გარანტირებულად უფალი გამოგიგზავნის. იცოდე ეს? და გარანტირებულად შეგიძლია გამოჯანმრთელ და მიიღო კარგი შედეგი. ამიტომ უფალზე სთხოვნა და გარანტირებულად მიიღება შედეგის ერთი და იგივეა. ითხოვეთ სწორი სურვილები, წაიკითხეთ უფლის მიერ გამოგზავნილი ნიშნები, ადამიანები თუ სხვა პროცესები და ყველაფერი გექნებათ შესანიშნავად.